მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მადლობა არაჩვეულებრივი გამოხმაურებისთვის და გვერდში დგომისთვის, როგორც საჯარო ისე პირად შეტყობინებაში. რა თქმა უნდა, აქ ტყუილად არ ვარ და ახლავე მოგიყვებით საინტერესო ქართულ ამბებს, რომელიც მოგიმზადეთ. იქამდე კი ჩვენში დარჩეს არც არაფერი არ უნდა არხის გამოწერას და ვიდეოს დალაიქებას. კარგი, მოდი ჯერ მოგიყვებით და თუ მოგეწონებათ, მერე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. შევთანხმდით? მაშინ დავიწყოთ. თომას ედისონი თბილისში. Აი, წარმოიდგინეთ საქართველო 1910 წელი 1 იანვარი. ახალ წელს ზეიმობს მთელი ერი. და ამ დროს საახალწლო კონცერტები არ არის, ტელევიზია არ არის, ინტერნეტი ხო არ არის და არ არის და რა დაგვრჩა? გაზეთი. გაზეთ დროებაში კი იბეჭდება სტატია სათაურით ცოცხალი სინემატოგრაფის სიხარულით იუწყებოდა, რომ თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და გამომგონებელი თომას ალვა ედისონი და ჩამოიტანა ცოცხალი სინემატოგრაფი. ანუ ფილმები, რომელიც სულ ქართველთა ცხოვრებას შეეხება. აი წარმოიდგინეთ ამერიკელი მეცნიერი და გამომგონებელი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ჩამოიტანა ფილმები თან ქართველთა ცხოვრებაზე. იქვე სტატიაში ვკითხულობთ, რომ იმის გამო, რომ ფილმები ქართველებზეა, მისი ნახვა უფასოდაა შესაძლებელი. თურმე ედისონსაც ესაუბრა კორესპონდენტი, რომელიც აღტაცებული ყოფილა ქართველებით. თქვენისთანა ალტრუისტი და კაცთმოყვარე ხალხი დედამიწაზე არ მინახავსო. ყველაფერს საკუთარ სამშობლოსაც კი სხვას უთმობთო. შემდეგ მოყვანილია გადაღებული ფილმების შინაარსი, სადაც მოქმედ პირებს შორის არიან სოციალური წრის წარმომადგენლები. ასევე ცნობილი ადამიანები: გრიგოლ რობაქიძე, შიო არაგვისპირელი, იოსებ გრიშაშვილი და სხვები. ყველა ლექსისტროფებს ამბობს. ზოგი საკუთარ გასაჭირზე ყვება, ზოგი კი საკუთარ გამორჩენაზე. ბოლოს გამოჩნდება მოკეიფე ქართველი თავადი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ყიდის საქართველოს. უცბად სხვა ქვეყნიდან გადმოსახდებიან უცხოტომელები და ჩვენს ქვეყანას დაეპატრონებიან. ერთადერთი, ვინც განგაშს ატეხავს, არის მიხაკო წერეთელი, მაგრამ მას არავინ უსმენს და კეიფი გრძელდება. აი ასეთი ფილმი ჩამოიტანაო თომას ედისონმა თბილისში. სტატია 1 იანვარს გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო საპირველა აპრილო ხუმრობას წააგავდა, რადგან ედისონი ჩვენთან არასდროს ჩამოსულა. თუმცა ალბათ იყვნენ ისეთები, ვინც ეს დაიჯერა. სინამდვილეში კი რა მოხდა? წერილის ავტორი ცდილობდა კინემატოგრაფის ამ პოპულარული ფენომენის გამოყენებას, რათა ახალი წლის დღეებით და ღვინით გაჟღენთილი საზოგადოების ყურადღება ქვეყნის რეალურ პრობლემებზე გადაეტანა. ეს იყო რუსიფიკაცია, ტერიტორიები, განათლება და ასე შემდეგ. ლეონიძე მოდის. გოგლა ლეონიძე, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, ცნობილი ქართველი პოეტი, დიახ პოეტი. წლების განმავლობაში გოგლას შესანიშნავი ლექსები ზეპირად იცოდა დიდმა თუ პატარა და სწორედაც რომ ლექსებით იყო ცნობილი. თუმცა გოგლას ყოველთვის ძალიან უნდოდა პროზითაც გაცნობოდა მკითხველს. სერგო კლდიაშვილის მოგონება. შემოდგომის ერთ საღამოს გიორგი ლეონიძემ სამუშაო მაგიდის უჯრიდან ამოიღო გაკრული ხელით ნაწერი რამდენიმე დიდი ფურცელი და მისთვის ჩვეული ხალისიანობით მითხრა: აბა ახლა ჩვენებური კაცის თავგადასავალიც მოისმინე. ამბავი ძალიან ცოცხლად იწყებოდა, თანაც მიმზიდველი ლმობიერი იუმორით და ისეთი მომხიბლავი ქართულით, რომ სიამოვნებით უსმენდი. თავარი გმირი ვიღაც გარეკახელი დიაკვანი იყო, ლაფაჩი. თუმცა შუა ადგილი იქნებოდა მოთხრობისა, კითხვა რომ შეწყვიტა, იმიტომ რომ ნაწარმოები დაუმთავრებელი იყო. სინანული გამოვთქვი და ეჭვიც გავაყოლე ვაი თუ გული აღარ დაუდო მეთქი. არა, დაუმთავრებელია, დამამშვიდა გოგლა. დროს გამოვძებნი და განვაგრძობო. მერე ხუმრობით დააყოლა, მას შემძლებია თუ არა მოთხრობების წერა. ხო და იცოდეთ, ლეონიძე მოდის. იმის მერე სერგოს და მკითხველის მრავალი წელი ელოდა გოგლას პროზას, თუმცა ის არა დაარჩანდა. იცით რამდენი წელი გავიდა ამ ამბიდან? თითქმის 30. წარმოიდგინეთ 3 ათეული წელი ადამიანი ვერ რისკავდა მოთხრობის წერას. ადვილი არ იყო, რომ ხალხს, რომელიც გიждდებოდა მის პოეზიაზე, ისევე მოწონებოდა მისი მოთხრობები, როგორც ლექსები. ბოლო-ბოლო პოეტმა გარისკა და 30 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველასათვის მოულოდნელად ჟურნალ ნათოფში გამოჩნდა გოგლას მოთხრობა. ერთს მეორე მოყვა და ასე ზედიზედ გამოქვეყნდა და ლეონიძის 23 მოთხრობა. ეტყობა წლობით ნაგროვებმა ემოციებმა უცბად ამოხეთქა. მალე ეს მოთხრობები, რომლებსაც გოგლა ყრმობის მოგონებებს უწოდებდა, ცალკე წიგნად გამოიცა. რა თქმა უნდა, კრებულის სახელი ყველამ ვიცით, ნატვრისხე. პოეტის შიშები არ გამართლდა. საზოგადოებამ ნატვრისხე მიიღო, მოეწონა და ჩაიხუტა. ღმერთის მოტყუება.
უცხოელი მოგზაურობის ჩანაწერები ალბათ მოგენატრათ. კიდევ ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ. ჩანაწერებში ხანდახან ისეთ რამეს ვკითხულობთ, რომ თმები ყალყზე შეიძლება დაგიდგეს. ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ შესაძლებელია რამეცოდვის ჩადენა ისე, რომ თვით ღმერთმაც ვერ გაიგოს. მართლაც ზოგჯერ ცდილობენ დიდი საიდუმლოებით ჩაიდინონ რამე ცოდვა ისე, რომ ღმერთს ეს ამბავი გამოევალოს. ერთხელ მე ვიყავი დამსწრე სწორედ ამ შემთხვევისა. ერთი დიდებული გახდა ავად შობის მარხვაში, როდესაც მათ აკრძალული აქვთ ხორცის ჭამა. კათოლიკე მისიონერები ურჩევდნენ, რომ ავადმყოფობა მეტად მძიმე და საშიშია და ამიტომ ღმერთი არ გიწყენს თუ მარხვაში ხორცის წვნიანს შეჭამ. თურმე წინააღმდეგ შემთხვევაში დიდებულს სიკვდილი უწინასწარმეტყველეს. დიდი ხნის რჩევისა და ხვეწნის შემდეგ, რა თქმა უნდა, სიცოცხლის სურვილმა გაიმარჯვა და ეს თავადიც დათანხმდა, რომ ხორცი ეჭამა. თუ მარხვა მაინც უნდა დაერღვია, თავადმა ბარემ ქათმის ხორცს ხოხობი არჩია და ბრძანა, რომ ხოხობი მომიხარშეთო. ატყდა ერთი ამბავი მამულში, არიქა ბატონმა ხოხობი მოითხოვაო. სასწრაფოდ მოუმზადეს ავადმყოფ თავადს ხოხბის წვნიანი. ის იყო, რომ ხოხობი მიართვეს და ავადმყოფი ლოგინზე წამოჯდა, რომ ეჭამა და შემოვარდა ოთახში ერთი მისი მოსამსახურეთაგანი და მოახსენა, რომ კათოლიკოსს გაუგია მისი ავადმყოფობა და ერთი ძლიერი სასწაულმოქმედი ხატი გამოუგზავნია, რათა განგკურნოსო. ამ ამბავზე საშინლად დაიბნა ავადმყოფი. ეხლა როგორი ამბავია, ერთის მხრივ კათოლიკე მისიონერები ურჩევენ ხორცის წვნიანს, რომ ჯანზე მოვიდეს და მეორე მხრივ ხატი გამოუგზავნეს გადასარჩენად. დაფიქრებული და შეშინებული თავადი მიუბრუნდა თავისიანებს და უთხრა: როგორ შეიძლება იმ წმინდა ხატის აქ შემოყვანა, როცა ხორცს ვჭამო? განა ამ ცოდვისთვის განკურნების მაგიერ არ მომკლავსო? მოკლედ დიდი ხანი ითათბი რა ამ ძიმე საქმის შესახებ და ბოლოს ასეთი რამ გადაწყვიტა. ხოხობი გაატანინა ოთახიდან და ბრძანა დამალეთ სადმე სახლის მიყრუებულ კუთხეშიო. მოსამსახურეებმა მართლაც გაიტანეს წვნიანი და სადღაც კუნჭულში გადამალეს. ეს რომ შეასრულეს, მერე შემოაბრძანეს ხატი, რომლის წინაშეც მცირეოდენი ილოცა ავადმყოფმა, მერე გაისტუმრა ხატის მომტანი და დიდი მადლობა შემოუთვალა კათოლიკოსს. თავადის და გარშემომყოფების ჭკუით ხატმა ვერ დაინახა, რომ თავადი ხორცის ჭამას აპირებდა და ახლა უკვე თამამად შეეძლოთ მოახლეებს შეეცხელებინათ ხოხბის წვნიანი და თავიდან მიერთმიათ თავადისათვის. ასეც მოიქცნენ. როგორც წერია, შემდგომ ხელახლა შემოატანინეს ხოხობი, რომელიც ავადმყოფმა მეტად დამშვიდებული სინდისით მიირთვა. ცრუ გენერალი. ეს ამბავიც თითქმის 150 წლის არის და თბილისში ახალდაარსებული თეატრის ისტორიიდან არის. ერთხელ ვალერიან გუნია წარმოდგენას მართავდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ მსახიობებს კოლია ერისთავს და ვალერიან სიდამონ ერისთავს. დადგა სპექტაკლის დრო. მსახიობები კი არ ჩანა, ყველა ღელავდა. თვითონ ვალერიან გუნიას სპექტაკლში გენერლის როლი ჰქონდა და გენერლის ფორმაში გამოწყობილი ნერვიულობა. ამ დროს კულისებში შემოვარდნენ კოლია და ვალერიანი. გუნიას მოუბოდიშეს და დაგვიანების მიზეზებიც აუწყეს. ორივე ნასვამი იყო, ეტყობა სპექტაკლის დაწყებამდე ცოტა დალიეს და ჩხუბიც მოუვიდათ. ეს არის ქუჩაში სამი ახალგაზრდა გაულახეთ, პოლიცია გამოგვეკიდა და გეხვეწებით რამე იღონეთო. გუნიამ მსახიობების აგრიმიეროში დამალა, თავად კი პოლიციელებს შეეგება. პოლიციელები მაშინვე გამოეჭიმნენ გენერალ გუნიას. თქვენო აღმატებულება აქ ესაა შემოვარდნენ ორნი, რომელთაც ქუჩაში სკანდალი ატეხეს და ახალგაზრდებს ცემეს, მოახსენეს გენერალს. ვალერიან გუნიას თავიდან გაუკვირდა პოლიციელთა ასეთი საქციელი, შემდეგ თავის ფორმას დახედა, წამებში გაითავისა გენერლობა და პოლიციელებს უპასუხა. აქ არავინ არ შემოსულა, წადით სხვაგან ეძებეთო. თან ფეხები დაუბაკვნა და თვალები დაუბრიალა. პოლიციელებმა ეჭვის თვალით შეხედეს გენერალს, რადგან მათ თვალწინ შემოვიდნენ ხულიგნები ამ შენობაში. გუნიამ კი უკან არ დაიხია, მთელი ძალღონე მოიკრიბა და დასჭექა, გაეთრიეთ აქედან. ამან კი ცოცხლე იმუშავა, შეშინებული პოლიციელები გაიძურწნენ, მიუხედავად იმისა პოლიციელებმა, რომლებმაც აშკარად დაინახეს თეატრში შემორბენილი ხულიგნები, ბოქაულთან მივიდნენ და ყველაფერი მოუყვეს. ბოქაულიც მივიდა თეატრში. აქ უკვე ვალერიან გუნია უძლური იყო. გულწრფელად მოუყვა ბოქაულს ყველაფერი. იმას კი ბევრი უცინია მსახიობების ოსტატობაზე და უპატიებია. ასე შერჩათ გუნიას გენერლობა, იმათ კი ახალგაზრდების ცემა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ამბები და პირობაა. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენ სულ მალე შევხვდებით დროებით.